ჩრდილოეთის მხრიდან გაისმა ზუზუნი თვითმფრინავების ხმის, ორმა თვითმფრინავმა გადაიფრინა იმ არეალზე, დაიბომბა ტერიტორია და წავიდა. Სუსტად 10 წუთში, 15 წუთში ჩვენ თვალწინ გადაიშალა საზარელი სურათი. ვიდრე სამხედრო უწყებაში ვიმყოფებოდი, ჯერ როგორც სამხედრო კორესპონდენტი და მერე უკვე როგორც პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, სადღაც ბოლოსკენ არაერთი საერთაშორისო სემინარი და ტრენინგი გავიარე, მათ შორის შვეიცარიაში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც შეეხებოდა სამხედროებისა და ჟურნალისტების ურთიერთობას და ზოგიერთი რაღაცა, რაც წინა ლექციების დროს კი ამბეთ, სწორედ აი ამ გამოცდილებას ეყრდნობა. და მეც წამიკითხავს სხვათა შორის ლექციები, როგორც მომავალი სამხედროებისთვის, თავდადაც აკადემიის კედლებში, ასევე მომავალი ჟურნალისტებისათვის და ყოველთვის იმის აღნიშვნით ვიწყებდი, რომ თუ მიდიხარ საომარი კონფლიქტის ზონაში, პირველ რიგში უნდა იზრუნოს საკუთარ პირად უსაფრთხოებაზე, უნდა კონდეს სტატუსი, უნდა გაიარო აკრედიტაცია, ჯიბეში უნდა კონდეს პირადობის მოწმობა და განარჩენი კიდე აუცილებელია რედაქციისგან მოითხოვო, რომ კონდეს ჩაფხუტი და ჯავშანჟილეთი. მაგრამ პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, აბსოლუტურად მოუმზადებელი წავედი ეს ასეთი გამოცდილება მიღებული კაცი გორში, ეს იყო დილის საათებში, აჭარის ტელევიზიამ გამოიარა იმ გზაზე, სადაც მე ვიდექი და ჩავედით 8 აგვისტოს დილის 10 საათი იყო. შეერაღებული ძალების პრეს-ცენტრი მდებარეობს ტელეკომპანია თრიალეთის შენობაში და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის როლს იხასრულობდა დეპუტატი გოკა გაბაშვილი, უმრავლესობის დეპუტატი. მას პატარა კომენტარი გამოვართვი და გავიგე მისგან თუ რა ვითარებაა ცხინვალის გარშემო და რომ ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს ქართული ჯარი. ჩემ შეკითხვაზე შევა თუ არა ქართული ჯარი ცხინვალში, მან თქვა, რომ არაფერი გამორიცხული არ არის, სიტყვასიტყვით ვიმეორებ, რადგან ბრძოლები გრძელდება. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გადავეცი ინფორმაცია და წავედით უკვე ცხინვალის მიმართულებით მეღრეკისთან, იქ უამრავი ჟურნალისტი ირეოდა, ქართველების და უცხოელით, მათ შორის მახსოვს რუსეთის პირველი არხის, საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი სტას ნათანზონი, ცნობილი პროპაგანდისტია, რომელიც სტენდაპს წერდა. და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ პირველ რიგში სიტუაცია ესეთი იყო, რომ არავინ არაფერს არ გიგზავნავს. შეგიძლია ცხინვალისკენ წახვიდე მეღრეკისკენ, რადგან იქ არის ერთი პოსტი, რუსეთის სამშვიდობო ძალების პოსტი, რომლებიც თავის ტერიტორიაზე არიან, ასე ვთქვათ, გარეშემომყოფებზე არანაირ ზებგალენას ისინი არ ახდენენ. და რაღაც მომენტში ფიქრობდი კიდევაც, იცი, მოდი წავალ და რაჯობია ახლა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ხარ და პირველ ინფორმაციას რომ გადასცემ, რომ ცხინვალის ტერიტორიაზე ხარ. მაგრამ ამ დროს მოხდა ასეთი რამ. ჩრდილოეთის მხრიდან გაისმა ზუზუნი თვითმფრინავების ხმის, ორმა თვითმფრინავმა გადაიფრინა იმ არეალზე. ჩვენ მივშტერები ვართ ჟურნალისტები და მარჩიელობთ ვისი თვითმფრინავია და რა უნდა და რა საკეთებს და მე კიდევ ორმა გამოიფრინა, დაეშვა დაბლა, რაც უკვე ნიშანი იყო იმის, რომ უნდა დაბომბოს ტერიტორია, ასე იბომბება ავიაციით ტერიტორია, მინახავს სხვაგანაც. დაიბომბა ტერიტორია და წავიდა. სუსტად 10 წუთში, 15 წუთში ჩვენ თვალწინ გადაიშალა საზარელი სურათი. რამდენიმე ქართული სამხედრო ნომრიანი, ქართული პიკაპები, სამხედროების პიკაპები დავინახეთ, რომლებსაც დიდი სიჩქარით დაჭრილი და სავარაუდოდ ალბათ დახოცილი ქართველი ჯარისკაცები აი ამ დაბომბვის შედეგად მიყავდათ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. გორში სხვათა შორის დაიწყო ამის გამო საშინელი პანიკა. მერე ჰოსპიტალის წინ დაფაზე გამოჩნდა უკვე ინფორმაცია დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ და მახსოვს, რომ ძალიან ბევრი ზარის მიღება მიხდებოდა ჩემი ახლობლებისათვის, რომლებიც თხოვდნენ დამეზუსტებინა, მემეწოდებინა ინფორმაცია ხო არ იყო აი ამ დაღუპულთა დაჭრილთა შორის მათი ახლობელი. იმისთვის, რომ პანიკა თავიდან აერიდებინა მოსახლეობაში, მახსოვს, რომ ტელეკომპანია რუსთავმა 2-მა სასწრაფოდ გააკეთა სიუჟეტი მეოთხე ბრიგადის შესახებ, რადგან იქ დაბომბვის ეპიცენტრში მეოთხე ბრიგადა აღმოჩნდა. ამ 7 წუთიან სიუჟეტში საუბარი იყო ჯარისკაცების მხრიდან იმაზე, რომ ბრიგადა საბრძოლო ფორმაშია და ნებისმიერ მომენტში მზად არის შეასრულოს საბრძოლო ამოცანა. ამ სიუჟეტში საერთოდ არ იყო ნახსენები 54 ჯარისკაცის, დაღუპული ჯარისკაცის შესახებ, იმ დანაკარგის შესახებ, რაც მეოთხე ბრიგადამ ცხინვალთან განიცადა.
მე ზემოთავს თქვი, რომ საერთოდ იუნილატერალისათვის იდეალური ვითარებაა თუ კი შენ საბრძოლო მოქმედების დროს დაბრკოლება არ აქვს და შეგიძლია გადაიღო ნებისმიერი პოზიცია, მაგრამ ამავე დროს მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც კონტროლის მექანიზმი რო ყოფილიყო, მაგალითად ცხინვალის მისადგომთან 2008 წლის 9 აგვისტოს მეღრეკისთან თავიდან იქნებოდა აცილებული ის ტრაგიკული შემთხვევა, რაც მოხდა. მე მხედველობაში მაქვს ალანის რედაქტორის გიგა ჩიხლაძისა და ფოტოჟურნალისტ საშა კლიმჩუკის დაღუპვა. ამ ეპიზოდში დაიჭრა თემურ კიღურაძე, მესენჯერის ჟურნალისტი და მიგრძნოვანი მესენჯერის ამერიკელი რედაქტორიც. ისინი ცხინვალისკენ მიეშურებოდნენ სწორედ იმის გამო, რომ რადიოში მოისმინეს, რომ ცხინვალს ქართული ჯარი აკონტროლებს. ამის შესახებ თემურს ნაამბობი აქვს სხვადასხვა ეთერში, მათ შორის რადიო თავისუფლების ეთერშიც და ის ცხინვალის მისადგომებთან მივიდნენ და ხედავენ, რომ 3 თუ 4 ჯარისკაცი დგას ამერიკული M4 შაშხანით. ეს M4 შაშხანა იყო ქართული ჯარისკაცების შეიარაღებაში და ფოტოგრაფი კლიმჩუკი ქართულად მიესალმა გამარჯვებათ ბიჭებო. ისინი აღმოჩნდნენ ოსი ჯარისკაცები, რომელსაც ალბათ ნადავლის სახით ჰქონდათ ეს M4-ები, იქიდან დედაში აგინეს და ესე პირდაპირ გაუხსნეს ცეცხლის ჟურნალისტებს. პირდაპირ გაუხსნეს ცეცხლის ჟურნალისტებს და ადგილზე დაიღუპნენ, როგორც გითხარი. გიგა ჩიხლაძე და საშა კლიმჩუკი და თემური ამერიკელ რედაქტორთან, ტივუშტან ფეზერელთან ერთად დაიჭრა და შემდეგ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაგრამ ეს შემთხვევა ახლა ის იმ კატეგორიას განეკუთვნება, როდესაც უკონტროლობაა, მაგრამ იყო მეორე ვითარება ასევე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, უკვე როდესაც გორისკენ დაიძრენ რუსები და ქართულმა ჯარმა დაიხია პოზიციებისგან, იქ იმყოფებოდა ნიდერლანდელი ტელეოპერატორი, გადამღები ჯგუფი სტან სტორიმანსი და გორის ცენტრში, აი იქ სადაც სტალინის ძეგლი იყო, ადრე გაისმა აფეთქების ხმა სავარაუდოდ რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბების გამოყენების შედეგად ნიდერლანდელი ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. ეს ფაქტები მოვიყვანე იმის საჩვენებლად, მეგობრებო, რომ ჟურნალისტები ისედაც არიან სამიზნე სხვადასხვა მხრიდან ასეთი კონფლიქტების დროს, მეტად ასიმეტრიული კონფლიქტების დროს, სადაც ომის წესები ნაკლებად მოქმედებს და მეორე მხრიდან წინააღმდეგობას გიწევს სეპარატისტული ფაქტურად განფორმირება, რომლისთვისაც ასე ვთქვათ ჟურნალისტი ვინ იქნება, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჟურნალისტი ვალდებულია, რომ იზრუნოს საკუთარ სიცოცხლეზე. ნორბერტ ლინერი კიბერნეტიკის მამა წერდა, რომ აი ჯარისკაცი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს იმყოფება, ის ვალდებულია თვალი გაუსწოროს იმ სიმართლეს, რომ მისი გამო შეიძლება უნდა დარჩეს ომის ველზე და უნდა დაიღუპოს კიდევაც, სანამ სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობა არ გაეცლება იმ ტერიტორიას. მაგრამ ჟურნალისტების ჩვენი და თქვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ გავაშუქოთ და ისტორიას დაუტოვოთ ომების ანალები და განსხვავებით სამხედროებისაგან ჩვენ არავინ არ დავზრახავს თუ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბრძოლის ველიდან გავიქცევით კიდევაც.